გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ჩვენი სტუმარია კორძი. მოგესალმებით. და სანამ დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტნიორი არის კურსიჯი, მუსიკალური მხარდამჭერი Music Room-ი და ჩვენი მეგობარი QNT პროტეინ ბარები. ოჩაღიკა. Yes, და აქ შეგახსენებთ, რომ გამოგვიწერეთ. დავაიქეთ. ხოდა არ ვიცი საიდან დავიწყო. ცოტა ბევრი კითხვა მაქვს მე მგონი. მე ვიცი სად დავიწყოთ. იმიტომ რომ მე საჩუქარი წამოგიღებ. ჩემი აი რა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. პირველი სტუმარია, რომელიც საჩუქრით თან ესეთი მაგარიზია. ხო, და ეხლა ვნახე რომ იქ ფირფიტარი გაქვს, მაგიტომ შეგიძლიათ აი შემდეგი 3 გადაცემისთვის რა შემდეგი 3? ეხლავე დადეს რა ის შემდეგი. აუ როგორ გამიხარდა. აი საიდან უნდა დაგვეწყოთ. მართლა მაგედან უნდა დაგვეწყო. არა მე მახსოვს პირველი ესე რა შოურიდან შეხება კორძ ძალიან ადრე რაღაცა 1 სივრცეში წინანდალში მოგვიწია ლაივი გქონდა მოკლედ 1 სივრცეში შენც და მე რაღაცა მე წინანდალში აი ეს სასტუმრო მახსოვს ახალი წელი 31 არ მახსოვს ძალიან ადრე იყო და მე მახსოვს მე შემდეგ დღეს საშინელი დეპრესია მქონდა ვთქვი აღარასოდეს აღარ დავყო სასტუმროში თელი ცხოვრება და იმის მე არ დამიკრია სასტუმროში ხო და მე რა მახსოვს იცი პირველად შევესწარი საერთოდ ეგეც საუნდჩეკს შენ საუნდჩეკს რა და ისე სკულპტუოზურად ასწორებინებდი ხმის რეჟისორს რა აი მად მივხვდი რაღაც მანიაკალობასთან კონდა საქმე იმიტომ რომ ეგეთი საუნდჩეკი არ მინახავს აი როგორ დეტალურად იცი 1 საათი აი მართლა ესე ვიდექი პროსო და საუნდჩეკს ვინ არის ეს ბიჭი ესე რომ არა ვიცოდი ვინც იყო მაგრამ ეგეთი მანიაკი იყო არა მახსოვს ეს და ეს თან ჩემ მეგობართან უკრავდი რომელიც დრამერი იყო შვეიცარიიდან ჩამოვიდა ამისთვის და და აი ვიცი რატომ მახსოვს რომ ცუდი იყო იმიტომ რომ ხალხი რაღაცა ლაივის დროს ყვიროდა რომ ცნობილი ტრეკები დაუკარი ეს რა და მე პირველად მქონდა ესეთი რაღაც და ვიფიქრე რომ მაშინ ახალი ჩამოსული იყავი მე მგონი და ეგრე კარგად არ იცნობდი ქართულ არა კი მაგრამ ხო იცი არასოდეს არ დამიკრავს სასტუმროში ახალ წელს აქ როგორც ვიცი დაიბადე აქ ხო? აქ დავიბადე. მაგრამ ძალიან პატარა იყავი რომ წახვედი სასწავლებლად. აქ დავიბადე თბილისში. აქედან არ გემახსოვრება არაფერი. ალბათ იქ იყო პირველი მუსიკალური ექსპერიენსი რაც ჩაქჩა თავში ისეთი. არა, აქედან. აქედან რა იყო? ხო, აბა ახლა. რა იყო აქ? პირველი რაც. პირველი მუსიკალური ექსპერიენსი რა, ანუ რომ მოусმინე და ძალიან გაგისწორდა რა. ხო ეს პირველი ახლა რა ვიცი მე ხო იცი რაღაცა იქ ბებია ჩემთან სულ დავდიოდით რუსთაველის თეატრში ეს იყო რაღაცა სულ რაღაც სპექტაკლი რო იყო ან იგივე სპექტაკლი სამჯერ ან რაღაცა იმიტომ რომ ძალიან მომწონდა და ცხადია მუსიკა რაც იქ იყო ნუ ეს რაღაცა მიუზიკლებიდან ალბათ და ხო ცარცისტრე და რაღაც ესეთები ან და მაგრამ აი პირველი რაც ესე მახსოვს რომ ღეროდი ბაშიაჩუკის ფილმიდან არის რაც ხშირად უყურებდი და თან ესე ხო ფილმი რო გადიოდა და თან რომ ღეროდი რაღაცა ეს იყო რაღაცა მე გააკეთე ტრეკი ბაშიაჩუკი ხო ეს დიდი მე და კიდე ხო და ბასტი ბუბუ და რაღაც ესეთები რაღაც მახსოვს რა და მაგრამ ბევრი რაღაცა მერე გამახსენდა აი ისევ რომ ჩამოვედი 2019-ში მერე ნელ-ნელა აღვიდგინეთ რაღაცა რას უსმენდი აქ რო ვიყავი და იქაური მემორი პირველი აი ნინი ქარსელაძე გამახსენდა რაღაცნაირად რომ ბავშვობაში მოსმენილი მქონდა და აი რაღაც 2018-ში 2019-ში საიდან რაღაცა ხო იცი რაღაცა ნოსტალგიურ მემორის რო გიტრიგერებს და საიდან ხო იცი რომ იცი ვერ ვიხსენებ ერთს მე ხო არა კი ბატონო აღარ იქნებოდა ლეგალური დღეს ესეთი რაღაცების გაკეთება ალბათ კი, იმიტომ რომ ხო ეგ თემა არ ჩავშალოთ ძალიან ხო. ძალიან ვრცელი და ძალიან მწვავე არის. ხა და ბოლოს მე არ მქონა მოსმენილი, არ ვიცი სპელინგი ამის სწორად meine Freunde სწორად. meine Freunde. კაი თემაა ეს meine Freunde. ხო, ეს მოკლედ ამ. ხო, არ ვიცი. Freunde, ჩემი მეგობრები. აი ძალიან მაგ ტრეკზე გავგიშდეს ძალიან ამაყად ჩაფრინდა ჩემ პლეილისტში არ ვიცი ერთ-ერთი ალბათ გენიალური მოკლე პატარა მარტივი და გენიალური აი ეს ემბიენტი რო შემოდის და ის სადღაც იქ ალბათ პედლის რიტმის ხმაც ისმის და
აი ბოლოს არ ვიცი ეს თამ რო გეკითხება, მაგასაც არ ვიცი რას მგონია რომ აუ კაი იყო ხო რაღაცა ეგეთი წე ხო? მაგას არის კაია რომ ამაზე ძალიან გენიალურია. იმიტომ რომ მე დავიწყე აი უკვე წელი ნახევრის წინ დავიწყე დედაჩემთან ალბომის გაკეთება. ხო, Find Me. და ანუ მართლა ყველგან ჩავწერეთ სხვადასხვა ნაწარმოები და ეხლა 16 ივნის გამოდის ალბომი. და იქნება 13 ნაწარმოებიანი ალბომი. ციურიხში ჩაწერეთ ვინილი, სწორად ვიცი? არა, ნაწარმოები ჩავწერეთ. აი Meine Freunde იქ ჩავწერეთ, ალპებში ჩავწერეთ შვეიცარიაში. ფანტასტიკური ვიდეოც არის, ეს კოლგა და ყველაფერი ერთად ისე შეიკრა, რომ მე სადღაც ჩამაჭირა მოკლედ რა. ძალიან კაი, იმიტომ რომ ორიგინალი ტრეკი დავწერე, აი სპექტაკლი კონდა აქ ბრუნტეტი ერქვა. ბრუნტეტზეც უნდა გკითხვა აუცილებლად მე. და ბრუნტეტში ის იყო იქ ჩემი მეგობრები იქ ცხოვრობენ. იყო რაღაცა ჩემი ჩანაწერები პოვე მე 5 წლის რომ ამბობ იქ ჩემი მეგობრები იქ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. და ამაზე მე დავწერე რაღაცა მუსიკა და ეს მუსიკა მე თავისთვისაც კაი იყო და მარგიტო ვიფიქრეთ რომ მოდი იქ ჩემი მეგობრების მაგივრად მარტო მუსიკა იქნება და ნუ Meine Freunde, იმიტომ რომ გერმანიაში უშვებთ ლეიბელზე და Meine Freunde. ხო და მაგ Find Me-ს ნაწილები და განსაკუთრებით ეგ Meine Freunde იყო რაღაც ის მქონდა რა mix feelings რა მაგაზე, იმიტომ ერთდროულად მქონდა ბედნიერების და სევდის განცდა და მე სადღაც მოვისმინე, მე მგონი making of-ში ამბობს თან რო ზუსტად იგივეს რა. ხო. და ვა, მეთქი ეს იგი სწორად მოიტანა თქო ემოცია ზუსტად იგივე მქონდა მე. ხო, ძალიან კარგი პროექტი არის, აი ძალიან. ხო და მაგას გვირგვინიც რო დაედგმება ძალიან მიხარია რომ შეიძლება. აი მართლა ძალიან ლამაზი ფირფიტა, ანუ ესეც ლამაზი ფირფიტა არის, მაგრამ ის ფირფიტა, აი ხო იცი რაღაცა, აი ხოიცი თან ბოლომდე ან რაღაც კონცეპტ ალბომისავით რო არის, ანუ ვიცით, ყველა ტრეკი რაღაცა კონკრეტული თემა არის, კონკრეტული შინაარსი, ჩემი და დედაჩემისთან რაღაცა ესეთი პირველი, ანუ ის მერე რო რამდენი წლის ვარ? 32-ის ვარ, ანუ რო დაფიქრდა. ხო, აქტიურად 27 წელი ერთად მუსიკას ვაკეთებთ და ესეთი რაღაცა არაფერი და ესეთი ალბომია იმ თლიანად რომ უნდა მოусმინო, რომ ხო, ანუ ესეთი თან კარგად მოვიფიქრეთ, ხო იცი, რომელი ტრეკი, ანუ მუსიკა იდეაში ამისთვის რაც დავწერე, ანუ ვთქვათ 80% დავწერე ფილმისთვის რა, ანუ კინომუსიკა არის, მაგრამ რაღაცა არ გამოვიდა ამ ფილმისთვის, ანუ არ მოუხდა, არ ვიცი. აქვს cinematic mood-ია. მე და ეს ფილმის შინაარსი იმაზე იყო, რომ ნუ ერთი ბიჭი არის და ეს ბიჭი რაღაცა საქართველოში გიზრდება და მამამის არ იცნობს და რაღაცა მე რაღაცა 15 წლის თუ არის რაღაცა მამამის გაიცნობს და მეც რაღაცა ძალიან იგივენაირი experience მქონდა ცხოვრებაში და მაგიტომ ჩემთვის ძალიან ესეთი იყო ამ თემების და ამ ნაწარმოების დაწერა ძალიან რაღაცა ხო იცი ძალიან personal პონჩი ვწერდი და მაგიტომ მე რომ ფილმით რო არ გამოვიდა მე და დედაჩემ ვიფიქრეთ კაი ჩვენ ჩავწერეთ. როდის გვექნება მაგის მოსმენის საშუალება? 16 ივნის გამოვა და გავაკეთებთ 20 ივნის გავაკეთებთ რელიზ იმას რა ქვიან რომ ყველა ერთად მინდა რომ მოусმინოთ. ჯერ არაფერი თიზერივით პატარა რა ეს 10 დღის წინ რო დაიდო YouTube-ზე შენთან ეს გამიკავშირი აქვს მაგრამ კი part 1 Family Love შეგვიძლია ერთ მოусმინოთ მე ეს family ანუ ხო ბოლო 6 თვე სულ რაღაცა ანუ 6 ტრეკი უკვე გამოუშვით რა მაგრამ იდეა ეს იყო რა ნუ ნელ-ნელა ტრეკები გამოუშვათ და მე ეხლა უკვე იქნება კლიანი 16 ივნის დაიდება ახალი ალბომი. Yes. და იქნება ყველგან ხო ფირფიტა გამოვა online და თქმა უნდა. მაგრამ აი პირველად შვები სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ აქამდე პირველად არის რომ აი ხო იცი digital release-ი და ფირფიტის release-ი ერთდროულად და აქამდე არასოდეს არ მიცდია ზედი რაღაცა, მაგიტომ ხო იცი მეც ის არის მარკეტინგის. მოიხოდა რა ფირფიტები ძალიან კაია რომ ქართულ ბენდებს და ქართულ არტისტებსაც უკვე ხო და ფირფიტის დამკველებიც მოიხოდა კი იმიტომ რომ კი აი მე კულტურა ხო აი ბოლო ალბათ რა ერთი დეკადაც არ იქნება რაც ჩვენთან ესე დამკვიდრდა რა აქტიურად ხო და ძალიან აი საინტერესო არის ეს რაღაცა ჩერეს ფირფიტებით რომ დამკვიდრდა იმიტომ იდეაში ანუ ონლაინ ხო ძალიან ეს მომენტი რომ მუსიკისთვის რაღაცა ფულს იხდი მგონი უკვე ძალიან ანუ აღარავისთან აღარ არის რაღაცა მაგრამ აი ფირფიტებში არა რელევანტურია ხო მაგრამ აი ეს რაღაცა მუღამი აქვს რომ ფიზიკურად გაქვს მუსიკა რა და აი რაღაცა ნუ პროცესია ძალიან რაღაცა რომანტიკასთან კიდე ჩემს ასოცირებული აი ამას რო აკეთებ რა
იმაზე ონლაინ რო უსმენ, შეუძლებლად შეგიძლია გზაში სადღაც და ეს არის სახლში გარემო უნდა კონდეს წყნარი და თან იცი რომ დენი წავიდეს, ინტერნეტი მორჩეს, შეგიძლია რაღაცა გრამოფონზე დაატრიალო და მოусმინო, ან რაღაცა მუღამი აქვს რა, ანუ ხოჭი როგორც აი ნოტებს აქვს მუღამი, რომ 400 წლის წინ დაწერილი ნოტები შეგიძლია დღეს დაჭერო ეაზე დაუკრა და ესე რაღაცა ფირფიტას რაღაცა სწორი აპარატურა გაქვს შეგიძლია ჟღერადობას თუ მართლა სწორი აპარატურა და რაღაცნაირად დაუკრა და აი მთლიან დიგიტალურ სამყაროს და რაღაცას ხო იცი სულ რაღაცა მე ეთლისტ მეჩვენება რომ ძალიან ესეთი რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება აღარ იყოს რა უბრალოდ ან რაღაცა ფაილები გაქვს hard drive-ზე რაც ის hard drive ღმერთმაიცის 2 წელიწადში კიდევ თუ იგივე connection იქნება და შეგიძლია გადაიყვანო. ძალიან მინდობილი ვართ ხო ამ რაღაცა. ძალიან და ინტერნეტში საერთოდ ანუ შეიძლება რაღაც მომენტში უბრალოდ რაღაცა streaming service-ი მორჩეს და მე ანუ ცოტა ანუ ეს მომენტი არის ცოტა და მაგრამ აი ფირფიტაზე რო იცი რა ცოტა ეგოც safety არის რო არსებობს. ხა და რომც რამე იყოს დისკზე აღარ ხდება და არც კასეტებზე ხო CD-ზე არის კასეტა სხვადასხვა გავაკეთე კასეტა ეხლა ნახევარი წლის წინ გამოვშვი კასეტა კასეტის მარკეტი უფრო პატარა არის აშკარად ხა უნდა მეთქვა ხო ძალიან მე მგონია რომ მარტო მე მაქვს ძველი Panasonic-ის 42 წლის არის ზუსტად ჩემი მაგნიტოფონი და არსად არ მინახავს სხვაგან კასეტას ხო არს უნდა მოგწე მაშინ ერთი კასეტა აი სად მივიღებ დიდი სიამოვნებით კასეტას მე ძალიან მომწონს კასეტას საუნდი ვაფშე ყველაზე მეტად მომწონს თუ არჩევანი რომ მქონდეს კასეტა არის ჩემი საყვარელი ფანტასტიკური საუნდია თან არ ჭირდება ისეთი სეტაპი როგორც ფირფიტას ძალიან პრეტენზიულია აი ყველაფერი მაგარი უნდა გქონდეს ესეც ძალიან დიდია იმენა ბუმბოქსი აი ამ ხელა ხო მაგრამ კასეტა ჩადე პირდაპირ უკრავ ხო და აი ხო ეს თავისი ცოტა რაღაცა ცოტა დასტი ძალიან თბილი საუნდი აქვს რაღაცა თან მაინც ჩვენ მაინც კასეტის თაობა უფრო ვართ მეც თბილისში ახლა რაც ანუ ბავშვობაში მახსოვს ნუ ჩემი ბაბუა კასეტებს ხო და აი ბრუნტეტიც ხო რაღაც კასეტებს ხო და აი მაგაზე მინდა რომ გკითხო ძალიან საინტერესო პროექტი არის რაღაც ფრაგმენტებიც ვნახე და აი იყო წარს არა მაგ სამყაროში რო ჩაგვახედო ცოტა რა მიცი რა ესე ძალიან ჩქარა არ ვიცი როგორ უცებ ჩაგახედო სამყაროში დიდი ის ჭირდება ცოტა preparation სჭირდება ცოტა. მაშინ ფაქტები მოიყვანე. ბრუნტეტი იყო ერთი ნაწარმოები, რომელიც მე დავწერე ჰოლანდიურ ანსამბლისთვის. და ამ ნაწარმოებისთვის რაღაც მე ესეთი იდეა მქონდა, რომ ჩემ ბებიასთან არის უნდა ყოფილიყო რაღაც კასეტა, რომელზეც ჩემი რა ქვიან, aunt დეიდა ბოდიში. დეიდამ ინტერვიუები ჩაწერა ჩემთან ერთად 4 წლის რა ვიყავი. და ინტერვიუები ესე ანუ მიკროფონი ქონდა პატარა რაღაცა ხო ნატო და პატარა ესეთი მიკროფონი და კასეტის რეკორდერი და იმითი ვიწერდით რაღაცა და გვაქვს ეს დაახლოებით საათი ჩანაწერების სხვადასხვა დღეების რო ვიწერთ ამ ინტერვიუებს რა ეს ჩანაწერები ნუ მოკლედ ვიპოვე და ხო იცი ძალიან ესეთი იყო რაღაცა ემოციური რომ ახლა ჩემი საკუთართან რაღაც სიმღერებს მღერი ვარ არის რაღაცა გრენდაიზერის სიმღერას მღერი ვარ მაშინ რო იყო ტელევიზორში კუნინძების სიმღერა და მაგრამ თან რაღაცებს ყვები რა ჩემ რაღაცა ფანტაზიურ სამყაროებზე ჩემს რაღაცა imaginary მეგობრებზე და რაღაცა საკმაოდ და რაღაც gibberish ენა არის ხო ბრუნტეტიც მაგ ენის გამოგონილი ენა არის თან რაღაცა გამოგონილი ენებზე ოპერებს მღერი აშკარად რაღაცა ბევრს თეატრში და რაღაცა სპექტაკლში და დავდიოდი რაღაცა სულს რაღაცა ვითომ იტალიური რაღაც ძალიან უცნაური ჩანაწერები არის რა და ვიფიქრე რომ ამისგან რაღაც ნაწარმოები შემიძლია გავაკეთო და საინტერესო ჩანაწერებზე იყო რომ ბოლო ჩანაწერი გავაკეთეთ ზუსტად ერთი დღით სანამ შვეიცარიაში გადავედი საცხოვრებლად რა და რაღაცა ესე 4 წლის ვიყავი და ნუ ბოლოში არის რომ რაღაცა რაღაცა ნატო მემშვიდობება ხვალ სამუდამო შვეიცარიაში წახვალთ და დაგემშვიდობებით აღარასოდეს ახლა დაბრუნდებით იმიტომ რომ აქ ვის უნდა დაბრუნოთ ცოტა ეს შვეიცარიიდან აქ ჩამოსვლა შვეიცარიიდან და მე რო აღმოაჩინე ზუსტად 2019-ში აქ რო ჩამოვედი ეს იყო რა რაღაცნაირად რაღაცა full circle და ნაწარმოები რო დავწერე მე კოკას ჩემ მენეჯერს ჰქონდა იდეა რომ მოდი არ გინდა ეს რაღაცა საქართველოშიც გავაკეთოთ იმიტომ რომ ჰოლანდიაში ჰქონდა პრემიერა და საქართველოში აქციეთ სპექტაკლი ხო და საქართველოში მე ჰარაკის რეჟისორს სანდრო კანონაძეს ვაჩვენეთ და სანდროსაც ძალიან მოეწონა და თქვა რომ მოდი სპექტაკლი გავაკეთოთ სპექტაკლი ეს არის მოკლე ხა
მადლობა. იმიტომ რომ მე მგონია რომ გააციფრულეთ გააქვთ ის ძველი ჩანაწერები. მე არ იცის ეგ და. ხო, იმიტომ რომ ხო იცი რაღაც ესეთი რამდენიმეჯერ გავაკეთეთ. ერთი ტური გავაკეთეთ სხვადასხვა. აქ გორში, ქუთაისში და ბათუმში დავა. კარგად თუ მოძრავია. აი, კაი რაღაც. ჯორჯენ ტურ გავაკეთეთ. იქეთ როგორ მიიღო ხალხმა? იქეთ? ხო, ჰოლანდიაში. იცი რა, კარგად სხვადასხვა შვეიცარიაშიც გავაკეთეთ მე ორჯერ და ძალიან კარგად მიიღო ყველა, მაგრამ იქ ცოტა ხო იცი strip down version გავაკეთეთ, იმიტომ რომ აქ იყო მთელი ბევრი მსახიობები, კოსტიუმები რაღაცა ისინი და იქ ცოტა ეს chill version, უფრო music focused version გავაკეთეთ, მაგრამ ძალიან მოეწონათ. და სხვათა შორის საინტერესო ის იყო, რომ თემა ხო ძალიან Georgian focused არის ჩვენი 90-იანები, ჩვენი რაღაცა, ჩვენი გარემო. ამიტომ ვიკითხე შვეიცარიაში. ძალიან კარგად გაიგეს ეს ყველაფერი. რაღაცნაირად ანუ ძალიან universal გამოვიდა რა. ანუ ეს მომენტი, რომ სამშობლოდან წასვლა, მე რაღაცა ეს მთელი რაღაცა fantasy სამყარო მგონი ყველას აქვს, ანუ გინდა თუ აქ თუ შვეიცარიაში თუ რა ვიცი. ნამიბიაში. ძალიან კეთილი მუსიკა რო გაქვს რა, ეგ ძალიან იშვიათობა არის ქართველი არტისტისგან, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ ხო რაღაცნაირად ეს კაეშანი გენეტიკურ კოდში გვაქვს რა, ჩაკირული და შენი არის აი ძალიან კეთილშობილი. უცნაურია, იმიტომ რომ ჩვენი საბჭო მუსიკა ხო იდეაში ძალიან ესე ხო იცი ცოტა fake hopeful, ანუ იმენა hopeful, ანუ რა ვიცი, ჩვენი საბჭო მუსიკა ეგ არ არის ჩვენი ორგანული მუსიკა. გავიზარდეთ გინდა თუ არა, ანუ ხო იცი რაღაცნაირად, მაგიტომ მე სულ აღქმა გქონდა რომ აი რაღაცა ქართული მუსიკა, აი ეს აი რა ვიცი, ჩვენი კინომუსიკა ხო იცი რაღაცა აი ანობანო და ბაშია ჩუკი და ესეთები და ყანჩელიც საკმაოდ happy ანუ ხო და მე ვიფიქრე რაღაცა აქ რო არ გაატარე ეგ ყველაზე მძიმე წლები თქო მაგიტო ხო არა ეს შენი სიხალვათე მაგას ხო არ უკავშირდება თქო რომ ეგეთი happy არის იცი რა უეჭველი იმასთან არის დაკავშირებული რომ ახლა შვეიცარიაში დიდი ნაწილი ცხოვრების იქ გავატარე ესეთან ესე ზუსტად ახლა არ ვიცი რამდენად ხო თან ალბათ ნოსტალგიაც მუშაობს მან ეს მომენტიც რომ აუ რაღაცა კაი ცხოვრება გაქვს ბედნიერ მუსიკას წერ ცუდი ცხოვრება გაქვს სევდიან მუსიკაზე არ მგონია რომ ესე ადვილი არის ან ხო იცი არსებობს ყველაზე ბედნიერი მუსიკები არიან რაღაცა აფრიკელ მონებისგან დაწერილი მაგიტომ ანუ ცოტა ესე ადვილად ვერ იტყვი მაგრამ მე ჩემზე ძალიან დიდი გავლენა ქონდა აი ამ ქართულ საბჭო აი ცოტა too much მხიარულ მუსიკას რომელიც ჩემში სულ რაღაცა ძალიან ეს რაღაცა ნოსტალგია რა მე თითქმის სევდიან რეაქციას იწვევს და მგონი აი ეს რაღაცა კონტრასტი რომ რაღაცა აი government approved მუსიკა არის ერთი რომელსაც თან ბავშვობაში ამას რო უსმენ ხო არ იცი რომ რანაირად შეიქმნა როგორ ძალიან გულწრფელი აღქმა გაქვს ამ მუსიკის აქ ჩამოდიოდი ხოლმე თუ გადაბმულად იყავი კი ზაფხულში სულ ესე 4-5 კვირით ჩამოდიოდი ეს იყო ჩემი ყოველ წელს ზაფხულში შვეიცარია არ ვიცი მე არ ვიცი შვეიცარული არც არტისტი გამიგია არც მომღერალი ხო რატო ზოგადად რა ხდება იქაურ შოუ ბიზნესში და აქ რა დაგვხდა რა სელოდი რა დაგვხდა მაგ ანუ მე ვიტყოდი რომ ყველაზე დიდი განსხვავება არის იქაურ და აქაურ შოუ ბიზნესში ხო აი ეგ მეც არის რომ აქ ძალიან გვიყვარს საკუთარი ესე ეროვნული მუსიკოსები და ევროპაში მაინც ძალიან დიდი კონკურენცია არის ამერიკიდან და ანუ ხო იცი არ არის ახლა ვიღაცა ქუჩაში ვიღაცა ბაჭს თუ კითხავს ვინ არის შენი საყვარელი მუსიკოსი ანუ 99% შანსი არის რომ შვეიცარელს არ გეტყვის და აქ მგონი საკმაოდ დიდი შანსი არის რომ ვიღაცამ ბედფორდი გთქვას და რა მამა ფლექსი და სტეფანი და რაღაცა და ეხლა ქართულზე უკვე ის არის ხო და ანუ მარტო ეხლა არა სულ ან ხო იცი რა გარკვეული სიყვარული გვაქვს საკუთარი ქვეყნის არტისტებისგან ეს ცხადია ერთი არის ნუ რაღაცა პატრიოტიზმი და კულტურის ნაწილი მეორე არის რომ უბრალოდ არ გვაქვს საკმარისი ფული ალბათ რომ ჩამოვიყვანოთ ამერიკელი არტისტები იმიტომ რომ ეხლა აქ შეიძლება ხო იცი რაღაც წელიწადში ერთხელ ჩამოვიდეს ესეთი არტისტი რომელიც რა ვიცი გერმანიაში ან შვეიცარიაში შაბათ-კვირას უბრალოდ რაღაცა გავლის არის ხარტიზე დაუკრას ან მაგიტომ სხვა გაქანება ხო და აქ რო იცი რომ ვთქვათ აქაურ ეს არის შენი არჩევანი აქაურ მუსიკოსებს უსმენ და რაღაცნაირად მაგრა ასწორებს, იმიტომ რომ სხვა ყველგან მუსიკოსებს, ვისაც ვიცნობ ახლა, ვინც სხვა საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ამასთან ძალიან დიდი პრობლემა აქვს, რომ ანუ საკუთარ ქვეყანაში პატივს არ გცემენ, მე ონლაინ ცდილობ რაღაცა აუდიტორია იპოვო და ეს ონლაინ აუდიტორია ისეთი ძნელი გახდა ამ ეტაპზე უკვე, იმიტომ რომ
ყველა პლუს თავისი ბიძა, ბებია, AI-ით უკვე მუსიკას აკეთებს, ან რაღაცნაირად ყველა თავის კონტენტს დებს, კონტენტის oversaturated არის საშინლად და უნდა რაღაცნაირად იბრძოლო რომ მოусმინე ჩემ მუსიკას და თან კონტენტს რო აკეთებ რომ მოусმინე ჩემ მუსიკას ხო ყველას კიდია, მაგრამ უნდა გააკეთო რაღაცა კონტენტი, რომ ვითომ ვაფშე სხვა რაღაცას აკეთებ და მე იდეაში შენი კონკურენტები ხდებიან ინფლუენსერები, ვისთანაც საერთოდ არ გინდა როგორც მუსიკოსები, რომ ანუ კონკურენციაში იყო, იმიტომ რომ ბევრად უკეთ გამოსდით. და ის იდეაში რაც ნუ ჩვენ ვაკეთებთ, რომ რაღაცა, რა ვიცი, სახში მუსიკას წერთ, ის ძალიან მე სულ მეჩვენება რომ ძალიან ძნელი არის რომ სოციალ მედია სფეროში ამისი კომუნიკაცია. აი ინტერესიც სხვა არის, აი არ ვიცი, ძალიან ბევრჯერ დავაფიქსირე რომ ეგ მტკივა სოციალურ ქსელებსზე ლაპარაკობ. რაც პოპულარული ხდება, აი ჩემთვის არის ძალიან მიუღებელიც კი. ხო და ამიტომ ძალიან რთულია. იმიტომ რომ რაღაცნაირად ის გაქვს რა, ანუ გინდა რომ მოერგო რაღაცნაირად რა, ანუ ხო ხედავ ახლა რომელი საუნდი გიტრენდდება, რომელი მუსიკა მიდის ჩარტებში, რომელი და რაღაცნაირად მე მაინც სურვილი გააქვს, ან მე მაქვს, რა ვიცი, და მეც და გარშემოც რომ ანუ რაღაცა ხო იცი, გინდა რომ სცადო, ან მინიმუმ გასინჯო, გამოვა, არ გამოვა და უცებ მე რაღაცა ტრებში ხარ, იმიტომ რომ ეს ხო რაღაცა ნარკოტიკის ავით არის, რაღაცა თუ გამოგივა და უცებ რაღაცა, რა ვიცი, ბევრი ხალხი უსმენს, მე კიდევ ერთხელ მინდა. კი წევს მორგება შენს თუ მაინც იმას აკეთებ, რაც კი სწორდება. იცი რა, მე ეხლა ჩემთვის რაღაცა at least ვცდილობ შინაგანად როგორც დავალაგო, რომ არის გარკვეული რაღაცები, არის რაც კონკრეტულად მინდა ვთქვათ, რომ ხალხისთვის გავაკეთო და მინდა რომ იმენა რომ ვცადო რომ რაც შეიძლება პოპულარული გახდეს და ანუ ეს ჩამოყალიბებული ვარ ამითი და მე არის მუსიკა რაც აი მაგრამ კიდია და ანუ შენთვის აკეთებ რომ ისე როგორც და ანუ მაქსიმალურად ცხადია ვცდილობ რომ გამოუშვა დავდო ყველგან რაღაცნაირად კომუნიკაცია გავაკეთო მაგრამ არ მაქვს ეს რომ რა ვიცი ახლა 5000 სტრიმი თუ არ ექნება პირველ საათში ცუდ ხასიათზე არ დავდგები ან რაღაცა იდიოტური პროგრამა. ანუ არ გაქვს მოლოდინი რომ რაღაცა იგივე გამოხმაურება ექნება რაც მაგალითად შედარებით უფრო ბრწყალებში პაპსა. ხო, ანუ ახლა თქვა ბოლო ზაფხულს მახსოვს რომ ყველაზე მეტი გამოხმაურება ჩემგან მქონდა შალახოს და ანუ ხო იცი რაღაცა მართლა 2 წამში ჩაწერილი ტრეკი იყო თან ანუ რაღაცა ბენდის რეპეტიციაში აი მაგრამ იმისგან გამომდინარე რომ TikTok-ში ამას ყველა აშეარებს და რავის თავის რაღაცა ვიდეოებს დებს და რაღაცა ტრენდი იჩითება და ესეთი უცებ ხო უცებ რა ვიცი გერმანიაში პატარა ტური მქონდა და აი ძალიან ბევრი ახალგაზრდები მოდიოდნენ ქართველები ძალიან ბევრი ესე ვამბობ 40 მაგრამ ჩემთვის არის გერმანიის ჩემთვის ბევრი და და მithra ხო იცი რა აი ჩვენი თაობა შენ მუსიკას იცნობს შალახო და ზდექიო და ვფიქრობდი ვა ანუ ხო იცი რა ანუ ასწორებს რა უკნა ორი სულიად განსხვავებული ხო მაგრამ აქ მგონია რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გიცნობენ და ის ყველანაირი შენი მიმართულება მოწონთ რა კი და მაგიტომ ვამბობ რომ აია რომ ონლაინზე არ გა დამოკიდებული საქართველოში რა და ეს არის რაც მგონი აქედან დაიწყო მგონი მთლიანი ეს კითხვა რომ ანუ იმინგან გამომდინარე რომ აქ დიდის ნაწილი სმენელი ხო ან გარემოში ცხოვრობს ნუ ან თბილისში ან ქუთაისში ან ბათუმში ან არ მინდა დისკრიმინაცია გავაკეთო ხო ასე ჩვენ გვაქვს ეგ ფუფუნება რომ ამ მუსიკით ირჩინოს თავი არტისტმა საქართველოში. ხარ შენ მათ შორის ერთ-ერთი? მე უეჭველი მათ შორის ერთ-ერთი, მაგრამ კლიანად მუსიკით. ხო. ან სხვა არაფერი. არ გიწევს ხო? მაგრამ ხო, ახლა გარკვეული პრივილეგია არის, ახლა ცხადია შვეიცარიაში მაქვს შვეიცარიაში მიცხოვრია ნახევარი ცხოვრება და ჩამოვედი იმ პონტში, რომ ვიცი რომ financially safe ვარ, ანუ არ ვარ ხო იცი, მაგიტომ მაგრამ ბევრი მეგობრები მყავს ქართველები, ვინც აქ ცხოვრობენ, თავის მუსიკას აკეთებენ და ამით ცხოვრობენ. თუ გვერდზე კიდევ ვთქვათ, მუსიკის სკოლაში ასწავლიან, აი რა ერთ-ერთი აი კერძო მუსიკის სკოლები რაც არის, რა CESI ან 303. ანუ არიან ბევრი ჩემს გარემოში, ვინც შეუძლიათ, მაგრამ კლასიკურ მუსიკოს სფეროში თუ წახვალ, აი ორკესტრის მუსიკოსები, ანსამბლის მუსიკოსები ძალიან დაბალი ხელფასი არის. აი ყველაფერი რაც უფრო ხო, აი
ანუ რაღაცა შოუბიზ კულტურა არის. ორი რაღაცა არის რა, ერთი არის რომ აი მუსიკოსებისთვის ვინცაც რაღაცნაირი წტომა აქვთ კერძო დაფინანსებასთან, ანუ რაც არიან, ანუ რა ვიცი, კომპანიები, ბანკები და რაღაცა და სპონსორები შეუძლია გააძრონ, იმათ აქვთ ცხადია ეს შანსი, მაგრამ აი თუ ნიუკამერი ხარ, ახალ რაღაცას აკეთებ, ანუ ეს შანსი ხო არ გაქვს, ანუ რაღაცნაირად. ხო, ესე ვერ დაეყრდნობი პირდაპირ მაგ ამ შემთხვევაში მე ევროპაში ან რაღაცა არსებობს სახელმწიფო, რომელიც შეგვიძლია ამ შემთხვევაში დაეხმაროს. ჩვენთან რამდენად ახლა თანამედროვე მუსიკა სახელმწიფო ეხმარება, არ ვიცი, ან რამდენად ანუ ჩვენთან ხო უფრო ძნელი სიტუაცია არის კიდევ, იმიტომ რომ შეიძლება ჭირდება ფული, მაგრამ არ გინდა რომ სახელმწიფოსთან რაღაცნაირ კავშირში იყო და მე. ხო, ნუ მე სახელმწიფო Kanye West დაფინანსებს და სულიად ლოგიკური არის რომ არ გინდოდეს კი. და Kanye West და Peggy Goo მე. Peggy Goo კი ბატონო. იცი რა მინდოდა მე. Kanye West-ი ჩამოდის რა. ხო, ივნის. არ უნდა გუში გამოსხატდა. მე მაქვს გაორმაგებული. მეც აი საშინელება არის არა? ძალიან ვაფასებ როგორც მუსიკოს. როგორც მომღერალი საშინელება მგონია პირდაპირ. მომღერალი არ არის კაცო. როგორ არის ლაივები? რეპერი არის. ხო, ნუ თუნდაც თან ღერის. ხო, ლაივში თუნდაც ღერის. აი პროდიუსერი და Kanye West-ი მომღერალიო პირველად გავიგე ეს ორი სიტყვა ეს გენიალური ჰიპ-ჰოპ ბიტებს ვისაც წერდა. ოღონდ უფრო პოპ კულტურაში როცა იყო. ეს მე ცოტა რომ გავიდა ეს რაღაცეები რომ დაიწყო Sunday Service და მთელი ამბები, მან ჩემთვის უკვე ცოტა გაუგებარი გახდა ეგ ტიპი რაღაც ბალეტის. იცი რა. background-ზე თითქოს კონცეპტუალური არტი და რაღაცეებში გადავიდა და ვერ გეთანხმები. მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი არის სავარაუდოდ თავის თასებს ამ ჩვენ საუკუნეში. ასნია თქო კინაღამ თქვი ხმერთ შემო. და პრობლემა რაც ამ ყველაფერში ხო არის რაღაცნაირად რომ არის ახლა გინდა თუ არა, ანუ რაღაცა 17 ალბომი გამოუშვა და აქედან ყველა იყო რაღაცნაირად გავლენიანი. არა, როგორც და ბოლო ორ წელიწადში რაღაცა გადავიდა იმაზე, რომ სვასტიკებს იხატავს და კიდე სხვა მიმართულება, ჩემთვის ადამიანის მიუღებელია უკვე, ანუ მაგრამ იმდენად შორს წავიდა მიმღებლობით რაღაცნაირად, რომ ანუ რა ვიცი, ჩემთვის მე შემიძლია რაღაცნაირად გავყო, ანუ ეს რომ მუსიკას მაინც უსმენ, მაგრამ ნუ ადამიანს რაღაცა ცოტა გული მერევა, მაგრამ ნუ მუსიკას უსმენ. ანუ ჯექსონზეც იგივე ვარ, რომ ეჭვი მაქვს რომ სავარაუდოდ ცუდ რაღაცებს აკეთებდა ბავშვებთან, მაგრამ მუსიკას მაინც უსმენ და ვიცი რომ ნუ ერთ-ერთი საუკეთესო პროდაქშენები ნუ ჯექსონს აქვს. და კანიეზეც ახლა ეს მომენტი არის, უბრალოდ მე რაც რაღაცნაირად შინაგანთან მანგრევს ამ სიტუაციაში არის რომ ერთი არის რომ Kanye West-ი დინამოში უკრავს და ანუ იმდენად აბსურდია ეს ვიღაცას ხო 5 წლის წინ რო ეთქვა, ანუ არ დაუჯერებდი უბრალოდ რომ Kanye West დინამოში რა უნდა, ანუ რა ვიცი გერმანიაში ბოლოს 2013-ში დაუკრა. ხო იცი რაღაც ესეთი ანუ არ არის რომ ყოველდღიურად და სადღაც უკრავს, ანუ ამერიკაში ამერიკის. ან ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ისეთ დროს გაიჩიტა ჩვენთან რომ თითქმის ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ გაუუქმა ლაივები და მნიშვნელოვანი დეტალია საკმაოდ. ხო და ეს თან ანუ ხო რაღაცნაირად ანუ ამ კომედია ამაში არის რომ ანუ დაგეგმილი არის რაღაცნაირად, იმიტომ რომ ევროპაში ყველამ დაუქენსლა ავსტრალია, მათ შორის ბრიტანეთი. ყველა, ნუ სხვა Western რომელიც ცნობილი არის ევროკავშირში. ცოტა კიდე უფრო მაგმართულებით, რაც Kanye-ს ევასება, პოლონეთი არ არის ხა ყველაზე პროგრესივი, მაგრამ თუ მართლა ჩამოვხმეთ არა. აი, ხო, მიზეზი მუსიკაა თუ ის რაც ვილაპარაკეთ. ცხადია, აბა მუსიკის გამო ახლა ვიყიდიდი ბილეთს პრისეივში, ანუ მაგრამ მაგიტომ მაწუხებს, იმიტომ რომ მეორე მხრივ მინდა Kanye-ს კონცერტზე ცხადია, ანუ ხო იცი შეიძლება ბოლო, რა ვიცი, ერთხელ მქონდა შანსი რომ პრინცის კონცერტზე წავსულიყავი და არ წავედი. და დღემდე ამისი ის მაქვს. ინანებდი კი. აი, ალბათ, მაგრამ შვეიცარიაში თუ ხო, ერთი კონცერტი ქონდა რაღაცა მონტრეში და ღირდა 777 ფრანკი. ეგ რამდენი არის დრო დაახლოებით რო ვიცოდე. ნუ 2500 ლარი. ხო, ეგ ოფიციალური ხასი იყო თუ არა, იმიტომ რომ ეს რაღაცა თავის პრინც ხო რაღაცა რისხვების ის ქონდა, რაღაცა superstition და რაღაცა 777 იყო რაღაცა. ხო, მივხვდი რომ საკრალურ რაღაცა სიმბოლურად ხო და თან რაღაცა პატარა აი მონტრეს. ეგ იქაც ხო ისეთი მოშნი თანხა არის. ძალიან დიდი სასწაული თანხა არის, თან 2003-ში ახლა იქ კიდე ხო უფრო ხელმისაწვდომი, მაგალითად Zebra Cats არის ეგეთი არტისტი ძალიან კარგი, რომელიც მე ძალიან მომწონს და ვნახე რომ 18 € ღირდა ბერლინში მაგის კონცერტი.
მაგრამ ზიბრაკაც უფრო underground არტისტი არის და ხო, მაგრამ ძალიან კაი არტისტი არის. ანუ მე იმას ვამბობ, რომ პირიქით იქ უფრო ხელმისაწვდომი, ანუ 777 ფრანკი არ მგონია რომ სტანდარტ ფასი არ არის კონცერტი. არ არის ხო, ტოპ ფასი არის. აუ, მაგრამ ზიბრაკაც ერთი ძალიან სასაცილო სიმღერა აქვს. რომელი? აუ, ძალიან კარგად მახსოვს უბრალოდ და ეხლა დამავიწყდა. აი რაღაცა ფრაზას იმეორებს და მარტო დრამ ბიტი არის. აი რაღაც ბევრი გამახსენდა ეგეთი. მხოლოდ ერთი ფრაზა? დავსერჩო. აი სულ მე არ უნდა ჩავრთოთ იმაში, გადაცემაში. ისე გადაცემაში უფლება გააქვთ რაღაცა ტრეკები ჩავრთოთ. ყველაფერს დებთ ვაფშე, რასაც გვადებინებენ. ანუ ჩვენ მონეტიზაციის ის ჯერ არ გვაქვს ხდები. მაშინ შეგიძლია გააკეთო, მაშინ შეგიძლია ჩავრთოთ. ანუ უმეტესობა შემთხვევაში ის იმიტომ რომ ძალიან ბევრს usmenდი ამ ტრეკს ზიბა. მარიხუანა? არა. აბა. ერთ-სამი. I'm a read. მაგრამ ეგ I'm a read ძალიან ბევრგანაა გამოყენებული. ხო, მაგრამ I'm like that. წლის წინ ძალიან ძველია ხა. მაგრამ I'm a read მარტო ეგ გასდევს ესე? ტრეკს ქვია I'm a read which near red. ხო, ეგ არის ერთ-ერთი პირველი ტრეკი რაც დადო. I'm a teach this bitch. I'm a slice that bitch. I'm a give this bitch some knowledge. I'm going to get this bitch to college. I'm a read. ტექსტზე მაგარი. ისეთი მაგარი ტრეკია, ხო, მაგას ეხაც უსმენ. ძალიან კარგი. Top კომენტარი არის This song inspired me to go to college. ხო, და ეგ ძალიან ბევრგანაა გამოყენებული, კაცი ძალიან კაი ტიპია ზიბრა. მაშინ ეგრევე top 3-ზე ხო არ მივიდეთ, რადგან top 3. აუ, ისე კომენტარები, ჩემი საყვარელი, ჩემი აზრით ინტერნეტის საყვარელი ნაწილი და ყველაზე კაი და ყველაზე ღირებულიანი არის კომენტარები. კი, რა თქმა უნდა. მე ხო იცი ხო ის რამდენი ხანი იცის ხოლმე შეყოლა მე რა. მე იცი რომ არ ვკითხულობ, იცი რატო, იმიტომ რომ ჩვენთან რატოღაც უფრო მეტ წილად კრიტიკა, ჩვენ გადაცემაზე არ ვამბობ ზოგადად კრიტიკა მოდის ხოლმე რა, უფრო მეტი წილი და მე არ საინტერესოა რაღაცა. ანუ ნეგატივის აცილება თუ შემიძლია თავიდან, მაგას ვაკეთებ. მე პირიქით ვეცებ. ხო, მე მიყვარს აი რაღაც აი საშინელი რაღაცა. მისწორდება რაღაც ხო ის რაღაცა აზარტი არის. ანუ რაღაცა ეხლა სხვათა შორის შენ არავინ არ დაგიწერს თუ არა მგონია რომ არა იქნებოდა უეჭველი იქნებოდა შანსი. აი ძალიან მეჭვება. რატო იცი? ეხლა ანუ ბოლო პერიოდი სულ არის ძალიან ქართულ მუსიკაში რა და ეგ მგონია რომ ქართველებს მაგრამ მოწონს. აი ძალიან ისეც რო ეხები ხოლმე თუნდაც ჩალახოს ეგეთ რაღაცებზე. შანსი არ არის ვიღაცები არ გამოჩნდნენ და არა ესეთ რაღაცებზე არა, მაგრამ აი უფრო აი ეხლა მუსიკაზე მეც ვერ ვიტყოდი რომ რაღაცა აბა რას გიწევს? აი პოლიტიკურ რაღაცებზე და პოლიტიკაზე ხარ რა თქმა უნდა. მაგრამ მე ამ თემაზე არ მე მომბ აი უბრალოდ აი TikTok ვიდეოებზე ან რაღაცა აი რენდომ მუსიკაზე უბრალოდ კომენტები, აი ძალიან სასაცილო კომენტები არის. და სულ მეც მინდა ერთ-ერთი ადამიანი იყო, ვინც სასაცილო კომენტარებს წერს და რაღაცა ბოლოს ბევრი ლაიკი რო აქვს. ხანდახან ჩემ კომენტარს ბევრი ლაიკი რო აქვს, აი თითქმის ისე ვამაყოფ ამითი როგორც ნაწარმოებით. სანგაი. ერთხელ რაღაცა კომენტარი დავწერე Mama Flex-ის ვიდეოზე და 1500 ლაიკი მივიღე და ისეთი ბედნიერი ვიყავი. რა დაწერე გთხოვ თქვი, გახსოვს? 20-ზე მეტი ლაიკი ქონდა კომენტარს. არა, ეს არ ვიცი, მაგრამ ნუ ჩემი მაქსიმუმი იყო და ვიფიქრე რომ ვაუ, რეკორდი იყო. და ვიცი, სხვადასხვა ახლა ახალი ჰობი ვიპოვე TikTok-ზე, ანუ რომ TikTok-ზე ხო ხედავთ რა, გააქვთ TikTok-ი? არის რაღაცა ფილმების სნიპეტები არის რა ვიცი ბეჭდების ბრძანებელის და რაღაცა და ქვემოთ ყველა ეკითხება ფილმს რა ქვია და ნუ ეს ძალიან ცნობილი ფენომენი არის რა რაღაცა რა too obvious არის და მაინც კითხავს ხო არა ან არიციან შეიძლება არის რაღაცა სერიალი არის და მე მივხვდი რაღაც მომენტში რომ ან მე რა მივხვდი ვითომ პირველი ვარ მაგრამ რომ შეგიძლია ნებისმიერი რაღაცა დაწერო და ანუ ის ტიპები მე გადავლნენ ამის საყურებლად რა და ანუ შეგიძლია რაღაცა რენდომ ფილმები დაწერო და მოიფიქრო და ბევრი ლაიკი თუ მიიღებს ვიღაცას იფიქრებს რომ ეს არის მართლა უეჭველი ეგ არის და ეს ჩემი main goal არის TikTok-ზე რომ ვარო რაც შეიძლება იდიოტური ფილმის სახელები დავწერო რაც შეიძლება ბევრი ლაიქს რომ მიიღო და ძალიან ბევრი მხდება ხოლმე ეს 10 წამიანი რაღაცეები ხო ზუსტად გაუგებარი ფილმი შეიძლება საერთოდ არ არსებობს ხო და არ ვიცი მე მანახე მე და ყველაზე კაი რა არის რომ
ბევრს წერ მართლა ესე და შენი სახელით ხარ ჩეულებად ხო ჩემი სახელით ვარ და თან ნდობა ექნება ახლა ამასო და მე ვიღაცა ქართველები არ მოგვატყუე ცხადია მცნობენ რა რაღაცა რომ ფილმის ქვეშ დავწერე რაღაცა საშნელი სახელი და ის მეკითხები აქ რას აკეთებ შანსი არ არის ეს არ მოგვატყუებ მაგარი ჰობი გქონია ამას უეჭველი ეცოდინებოდა ეგ ამბავი ეს არის ჩემი TikTok ჰობი კაი გადავიდეთ მუსიკაზე ხო და ტოპის 3-ისკენ წავედით გვაქვს ეგეთი რუბრიკა რომ ტოპ 3 და ხო კი უნდა ურჩიო ოღონდ აი წეგან რაც მიმართულება იყო ძალიან კარგი იყო რა თქმა უნდა არ უნდა ურჩიოთ რაღაც Radiohead-ი Coldplay ეგეთი Coldplay-ს რას ვერჩით არა კი არ ვერჩი ძალიან ცნობილი არის იმისთვის რომ ვინმეს ურჩიოთ რაღაცა რა შენი აღმოჩენა რაც ბოლო პერიოდში აუ არა მე შემიძლია თქვა რომ აი კაი ვფიქრობდი ამაზე აი ჩემი ტოპ 3 ტრეკი რითიც ჩემი ტოპ 3 ტრეკი არის Prince 1999 okay Bee Gees How Deep Is Your Love და დედაჩემს და მამაჩემს გაუხარდება ხო ჩემებსაც ვარაუდობ და Daft Punk-ის One More Time ეს არის ჩამოვყალიბდი რომ ყველაზე მეტჯერ შეიძლება ითქვას რა გენი აქვს მოსმენილი ყველაზე მეტჯერ მაქვს მოსმენილი და ყველაზე მგონი ესე დიდი გავლენა ქონდა მუსიკაზე ჩემს მუსიკაზე ძალიან მაგარია ესეთი მომზადებული ლაკონური და პირდაპირ ტოპ 3 მითხრა რომ ეს კი ძალიან მაგარი Daft Punk-ი გამიხარდა კი და აუ ეს ნახეთ Fred Again-მა Daft Punk-ის ტომის ბანგალტერი რო გამოიყო არა არ მინახავს როგორ არ ნახე ყველგან იყო ინტერნეტ ისეც არის რა ალგორითმი რა კი Fred Again ეს გითხარი ეგ ამბავი მოკლედ და მე დავურთავთ ინგლისელი არტისტი არის დიდად არ მიყვარს, მაგრამ ნუ ძალიან ცნობილი ელექტრონული მუსიკის არტისტი არის და სულ აქვს ეს ბოლო ტურის დროს სულ ქონდა რომ გამოყავს სხვადასხვა ცნობილი არტისტები რა და ბოლო კონცერტზე გამოიყვანა ტომას ბანგალტერი ანუ Daft Punk-ის ერთ-ერთი მე მგონი უეჭველი ნანახი გაქვს და ტომას ბანგალტერთან სცენაზე დგას და როგორც სეტი იწყება და პირველი ტრეკი One More Time არის და რა მეხსენა და ხო რაღაცა სასწაული მომენტი იყო იმიტომ რომ ბოლოს თვითონ Daft Punk-მა დაუკრა სეტი 16 წლის წინ, ანუ ძალიან დიდი ხნის წინ დაუკრეს და ეხლა აღარ არსებობს ოფიციალურად Daft Punk-ი, მაგრამ ეს რო უცებ გამოვიდა და თან One More Time-ით, ხო იცი, აი, გონი ყველა ვინც იქ იყო, ესეც და Daft Punk-ზე სულ რატომაც მახსენდება? ძალიან სასაცილო მურმან წულაძე Daft Punk-ზე როგორ გეტყვი რატომ ახსენე? No shade to მურმან წულაძე, მაგრამ არა, ნახე გეტყვი, სტუმრად ვყავდა და ეგეთი ისტორია მოგვიყვა, რომ საფრანგეთში რო ცხოვრობდიო, Daft Punk-თან მოძრაობდნენ. ოკეი, მეთქი სადალინკა. Daft Punk-ის წევრებთან ეგეთი ფრაზა იყო, რომ მურმანმა თქვა, რომ Daft Punk-ის ერთ-ერთ წევრსო ყურში ყოველდღე უტენიდითო, აუშნიქსო ჩვენი მუსიკა მოესმინაო რა. ხო. ესეთი ისტორია იყო და ჯერ მაგაზე გამეცინა, რომ Daft Punk-ის წევრს რო ყურში რაღაცას მისდევ ყოველდღე ძალიან მაგ სასტავში მოხვდა რა არ არის მე მგონი Daft Punk-ი საკმაოდ საინტერესო ამბავია და მაგიტომ ეხა კიდე მომანი გამო სად დააკავშირე არა სხვანაირად მუსიკალურად ხარ დამიკავშირებია აუ მე იცი რა მეინტერესებს არ ვიცი მაგაზე გაქვს თუ არა პასუხი ფიტს ვისთან გააკეთებ ნუ ქართველებთან ყველასთან გააკეთე უკვე მე მგონი ყველასთან არ გავაკეთებ ნუ უმრავლესობასთან Bedford-ი ვიცი ნანი ვიცი Crimsy ძალიან ბევრი მახსენდება ეხა ფიტების რემიქსებია კიდე ლუნასი ტრეკის გაკეთებული ან ბევრია რა ხო არა მიყვარს კოლაბორაციები და თან აქ და ისე ერთ ტრეკს გავაკეთებდი ბასტარაიმსთან გავაკეთებდი ერთ რანაირი ფიტი გაეჭდა ბასტარაიმსთან იქნებოდა ბასტარაიმის გარდა რა ქვია იმ გოგოს Liana Lahevis არა Little Sims მგონია გორილა რო აქვს ტრეკი და რამდენიმე კაი ტრეკი აქვს Little Sims-ი ძალიან მაგარი Little Sims-ი ძალიან მიყვარს ნუ Charlie XCX-ის ბოლო ალბომიც ძალიან მომეწონა მაგრამ მასთანაც ვიზამდი ყოლავს Daft Punk-ი თუ შეიკრიბებოდა Little Sims-ი ხო ის Venom ვისაც აქვს Panther-საც ვიზამდი ყოლავს მე მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება Panther-ს იმას გულისხმობ არა Black Panther-ს შესად ცხოვრობს შენ მუსიკას უსმენ რა მოიცა K-pop-ის სასტავი არა ბრიტანელი მომღერალი არის Pink Panthers ოკეი ესეთი ის მეგონა რა ქვია იმას is this a K-pop-ის ბენდი რო არის ვინც გეგონა და ცოტა გამოუშტერდი შენ Blackpink-ი გეგონა Blackpink
დღეს მე კი რა ხდება რა Blackpink-ი. მე მგონია რომ Blackpink-ს რას ერჩი Blackpink-ს? აუ არ ვე ძალიან კაი იქნებოდი James Blake-თან. ხო, არ ვიცი. მე არ მე სხვა შეს James Blake-ის remix-ი მაქვს ერთი. ვარცხა, და რატო თქვი არ ვიციო? არ ვიცი. ბოლო ალბომს მოусმინე. კი, და მომეწონა ლამაზია. და ხო იცი ძალიან ესე პოზიტივ რაღაც პონტი არის მომწონს. ხო, და იმგონია რომ კარგად დამეჭდებოდით. ხო, მაგრამ წარმოვიდგენ რომ ხო იცი ეს რაღაცა სხვა პროდიუსერთან მუშაობა სულ ცოტა ძნელს წარმოვიდგენ, იმიტომ რომ მე ხო, ნუ იქ ცოტა ის არის. ისედაც ზოგადად მუსიკოსებთან ერთად თანამშრომლობა ძალიან ძნელი არის. იმიტომ რომ რაღაცა ჩამოყალიბებული უნდა კონდეს. ანუ აი არ ვიცი როგორ უნდა ახსნა ეს უბრალოდ, მაგრამ აი რაღაცა ეგოს ამბავი არის რა ცოტა, იმიტომ რომ ვიცი ხვდები რასაც ამბობს. შენ უნდა რაღაცნაირად ის შემოვა შენ სამყაროში თუ შენ შეხვალ იმის სამყაროში და რაღაც მომენტი არის მე რომ შენ რა გონია, ხო ცოტა ეს რაღაცა. კი, ზუსტად ხდება. who's boss რაღაცა მომენტი სულ იჩიტება. და ყველაზე კაი არის მგონი აი მუსიკოსებთან ვისთანაც ცოტა არ გაქვს ეს პრობლემა. მე ეჭვი მაქვს რომ James Blake-თან ესე ადვილი არ იქნებოდა. ინტუიციური. Bon Iver-მა თუ გაუგო მგონია რომ შენც ხო აი კაკრას იმ ტრეკის remix-ი გავაკეთებ James Blake-ის და Bon Iver-ის. Forest Fire. აუ, რატო არ მაქვს მოსმენელი ერთ ჩავუჭდე. საკმაოდ 2018-ში. არ დევს YouTube-ზე. ხო და აი საკამოტოზე მინდოდა მე კითხა, აუცილებლად, იმიტომ რომ ნუ აი რაღაცა სხვა სიყვარული მაქვს რა მის მიმართ, იმიტომ რომ ხო ზოგადად იაპონური კულტურის რა დიდი ხანია ძალიან და რაღაცნაირად ჩემთვის ვინახავდი და ეხლა რომ ყველამ გაიცნო ცოტა მეწყინა ხო იცი რა ხო და არა უშავს და ვიცი რა შენ მოგწე არა ეგ არ არის სნობობა კაცო რაღაცა ვაჯდებოდი არ მინდოდა იმიტომ რომ რაღაცა ჩემ სხვა ანიმე სამყაროს და რაღაცებთან კავშირი ქონდა მოკლედ ხო და მოგწერა სწორად ვნახე? იცი რა. რატო იცნობს? აიდან იცნობს? მე ეს ხო იცი პირადად არასოდეს არ ესე არ შევხვდები. შურით არ ვამბობ სიამაყით ვამბობ. იცი როგორ მე და დროს ხო გვაქვს ერთი ტრეკი საკამოტო ქვია. ხო. და ჩვენთან საქართველოში ჩამოსული იყო ალვანოტო რა საკამოტოს მეგობარი. და ქართველებმა რო გაიცნეს მე ჩვენს ახლობელმა გაუგზავნა ალბანოტოს ეს ჩვენი ჩანაწერი რა საკამოტოს რო უკრავთ მე და დრო. თან აკუსტიკურ ვერსიას გვაჯისთან სტუდიაში ჩავწერეთ და კოვიდის დროს. რეინის მე მგონი სწორად. რეინის თემა არის და დრო რეპავს. და საკამოტო მე თავის Facebook-ზე დაპოსტა ეს ჩვენი ვიდეო რომ ალბანოტომ ჩამიგდო და მაგრა გამისწორდა რა. აი რა და ესე დაიწყო და მე ფესტივალზე სადაც საკამოტო იყო artistic director-ი დამპატიჟეს რომ გამეკეთებინა რაღაცა რა და მე ვთქვი რომ მე ჩემი საყვარელი საკამოტოს ნაწარმოების remix-ებს გავაკეთებ ესე ანსამბლისთვის რა და ეს გავაკეთეთ ჰოლანდიაში მე საკამოტო უკვე ცუდად გახდა ძალიან და მალე გარდაიცვალა მაგრამ მანამდე მოვასმენინე და ძალიან ესე რაღაცა ხო იცი ესე მადლობა გადამიხადა ამისთვის და ძალიან რაღაცა კეთილი ხო და რაღაცებს წერდა ძალიან ტკბილი და მე ხო და იმის მე რაც გარდაიცვალა ამ პროგრამას უკრავთ როგორც tributes რა ხო ეხა ეგ უნდა მეკითხა ნუ yes ეხაც არის აქტიურად ხო ეხლა ეს ბოლოს 2 კვირის წინ დავუკარით Coca-Cola Factory-ში, მანამდე ფილარმონიაში 2 წლის წინ და სულ ისე უკრავთ რა. ეხლა გვინდა ამერიკაში დავაკეთოთ ეს პროექტი და მაგარია. ეხა ვითამაშეთ. აი, მაშინ Unreal-ის ტრეკებიც უნდა გაჩვენოთ. კი, რა თქმა უნდა, მე ბოლოსკენ მოვიტოვეთ. აი, გადავიდეთ თამაშზე, მაშინ თამაშის და რუბრიკის პარტნიორი და სპონსორი არის QNT და მოგასმენებ და რევერსებულ ტრეკებს. Cocos-ის თუ იქნება შევჭამო ესე თქვი. აი, QNT-ის უთხრათ რომ Cocos-ის პროტეინ ბარები. გაუგზავნეთ კორტს. კარგი. დავიწყეთ პირველი. იცი აი. კი, Daft Punk-ი და ისა Julian Casablancas. ოთხი და ეხლა მარტივით დავიწყეთ და მაინც რა გადავამოწმოთ ხოლმე რომ სწორია. ოდნავ გავართულოთ. გონია რომ იცი. უეჭველი იცის, მაგრამ მეორე ხო არ დავატრიალოთ. გაგებაშია. კი უეჭველი. აი უეჭველი.
მომწონს, просто არ ვიცი რა არის. კაი. Qua. კი. Nerdy she moves. როგორ მიხდი მართლა? Look at your girl. She loves it. მოსმინა მე ბავშვობაში მე მარტო გავარცხო. კაი, შემდეგ. Always ვიცი. ძალიან მეცნობა. არპეჯიო კერა. ის არის სტეპ არ უნდა მეთქვა? არა, უნდა გეთუ თქვა? სტეფანეა? ხო, მე მგონი. ოღონდ წრეკის. არა? ჩავრთავ ხა სწორ ვერსიას და საბოლოო პასუხი. ძვერ ამბო? გითხარი, არ შემიძლია ეს თამაშები, ანუ რა, გონია გეხუმრე. ახლა იქ ზოგ Daft Punk-ი და Julian Casablanca გამოიცანი NERD-ი, აგერ she wants to move გამოიცნო. კაი. Okay. ვაიმე, თორჩო მაპატი. ძალიან contemporary. აი, შემდეგი. გორომ თორჩო მაპატი. მე შემიძლია ამის excuse-ი ჩემთვის არის, რომ მე მუსიკა უხმართავს როგორც ნაწარმოები მესმის და მაგიტო. კარგი excuse-ია. მაგრამ აი ამაზე არ ვიცი რა excuse-ი გექნება თუ ვერ გამოიცი. ეს არის steak. და ეს რა, ეწყინა ისეთი ადვილი იყო მისთვის. არა, ბოლო ეხა. ეს მარტო ვიცი, იმიტომ რომ მე თვითონ უკან მარტო მოსმენები. ხო, ნახე რა მარტივი იყო. Right, ნუ. ეხა ველოდებით შენს unreleased tracks, რომ მოგვასმენინო. Okay, guys, როსაც ჩავრდოთ. უბაში ჩიგარეთ აკეთე კუნი, აბაკეთებ მე მარა არ არის რთული. ნამდვილ სისტემაში აქ არავინ დო. ვიცი მანქანა, ვიცი დარებარული, არჩია სექტა და გაყიდი სულს. ულტრაკოს ნობები პოზიშონ ბილს, მე ვარ ჯუნგლი, ჰავგე ვარ ველურს. როლები მიყვარს და მოვირგებ ჩუმს, სუფთა ხედვა მაგ არ ვიკარებ შორს. ვაფასებ ბინდურ ხელებს სუფთა გოლს, 13 ბი on. როდის იქნება release? აი ეხლა, მალე, ალბათ ესე ორ კვირაში. მე ვარ ჯუნგლი, გავალ ველო. La sensación, დაგმი, ემიტო ჩემნაიც, ვერასოდეს Wow, mama del, sibnele da mesandel. აქ ხედრა, მიხედრადი იყო აქ უკვე, რომ mama flex. ეს არის პირველი ტრეკი, რაც ეხლა ვაპირებ გამოშვებას. მალე, რომელსაც ქვია ველური. Fit mama flex. Yes. და ეხლა არის მეორე. ათასი ზაფხული უტყამე აღსარებას ვაბარებ შავას მაქათასინე არსად არ გაჩერდე თუ გითხრეს ეგა არ მიცოდე პლეფია პალასი სუყალა გამნარი გირგვინით გასაღებს ვამზადებ მავარგებ მამდონო გეიც როგორ გატეხეო თამაში რეცეპტი არა მაგარეთ წვიმებია ჰევი ცარიელ თაროებს დავტოვებ ფესეთებს მინდა ბევრი თავისუფალი სპეის ჭიქას თუ არა აქვს სიცარი ელე მაშინარი ქვა შეიცვალა მრიმს დავასვით ჩაი გაიშალა გუბეა ირეკლა ოთახი დიდია სპეის ყველაფერს თავისი ათინათები აქვს ეზერო თამაშებს არა დაშლილ საათში მარტო ვინტები იცი რო არა დრო გვირგვინს მომიტანე ნახალი ლეველის მომენტი გადავატნო ვიღაც თუ იცი რო ყლეობებს იბაზრებს შობია არა ბაზრო კედელზე კალენდარი არის დეითი ოკეი კატ ეს არ ვიცი მაქსიმე თუ უფლებას მომცემს რო იყოს მაგრამ არის ორი მაგარი ფიუჩერის ხო ანუ მაისში გეგვება და მე ივნისში ისო დედა ჩემის მუსიკაზე კი ბატონ 12 ივნის არ გვავიწყდება რომ ძალიან კარგი და მე თბილისი ოფენერი გორის ბავშვთა გუნდთან რა თქმა უნდა ოფენერზე მოვდივართ ყველა რა თქმა უნდა გორის ბავშვთა გუნდთან ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ვიცით უკვე რომ კარგი იქნება ძალიან დიდი მადლობა რომ ხედავ მართლა მიხაროდა და თქვი კიდეც და მიხარო და ძალიან იშვიათად გწნენია არა ვუთხარი და მგონია რომ მაგიტო გამოვიყენე ეს სიტყვა წარსულში ძალიან მიხარია რომ აქ ხარ და რომ მოხვედი და მადლობა ხო შევახსენოთ რომ ჩვენი მუსიკალური მხარდამჭერია Music
Room-ი, ჩვენი პარტნიორი კურსიჯი და ჩვენი მეგობარი QNT. კარგად იყავით, გამოგვიწერეთ. მადლობა.